მინდა საამაყო ამბით დავიწყოთ ჩვენთვის საამაყო ამბით, რა თქმა უნდა, გოდერძი შარაშია 20-25 წლის საზოგადოებრივი ჟურნალისტი გახდა, ჯილდო მას ლიდერ ქალთა საზოგადოებამ გადასცა. აი, კადრებში ვხედავთ ახლა. ჯილდო არ მოგვიტანა, მენდაც სიტყვაზეო, ასე გვიხრა. სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ ჟურნალისტები, ექიმები, ბიზნეს სექტორის სხვა სფეროს წარმომადგენლები. თუ რას და რა დამსახურებისთვის გაიცემა ეს ჯილდო, ამას თავად გოდერძი გეტყვის, მოგვიყევი რა ხდებოდა ლიდერ ქალთა მე-12 საქველმოქმედო ღონისძიებაზე. კი, ეს საკმაოდ დიდი ორგანიზაცია, რომელიც ყოველწლიურად ატარებს ასეთ ორგანიზაციას და ყოველ წელს თავისი თემატიკა აქვს კი ღონისძიება და წელს იყო მაგალითად ძუძუთი კიბოს პრევენცია და სოციალური პასუხისმგებლობა და ინფორმირებულობა საზოგადოების და რა თქმა უნდა ეს ჯილდო კი ჩემი სახელი დაგვარი აწერია, მაგრამ ეს მთლიანი იმედის დილის გუნდის დამსახურება, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვემსახურებით იმას, რომ მოსახლეობის ინფორმირება მოვახდინოთ, იგივე ავამაღლოთ ძუძუთი პრევენციის კიბოს წინააღმდეგ და არა მარტო ამ გადაცემებში ვსაუბრობთ ჩვენ ამ თემებზე, სხვადასხვა სადაც კი რამე ან შეხვედრაზე ვარ, სადაც ვარ, მუდმივად ამას ემსახურება, რომ ავამაღლოთ ცნობიერება, რომ პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია და პირველადი დიაგნოსტიკა რომ მნიშვნელოვანია და ჩვენ ამის რუბრიკები გვაქვს ჯანდაცვის მიმართულებით და უბრალოდ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ასეთი ორგანიზაციების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ ლიდერი ქალების ორგანიზაცია ქვია და ბევრი ასეთი ორგანიზაცია და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებები, ასეთი კონტაქტები ექიმებთან, ბიზნესთან ადამიანებთან, ვისაც ხელ ეწიფებათ, რომ ცნობიერება ამაღლონ საზოგადოებაში და მარტო ამ კუთხით არა. და ჟურნალისტის როლი ძალიან გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია. ჟურნალისტის როლი, სულ რამდენიმე ჟურნალისტი ვიყავით, მე და გოგა ჩანადირს გადასცეს კიდე ასე აქტიურობისთვის ამ მიმართულებითაც და რა თქმა უნდა გოგასაც ულოცავ და მართლა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მეტ პასუხისმგებლობას გაკისრებს და მეტი მოვალეობა გაქვს, რომ აი კიდევ მეტი გააკეთო და მადლობა მათ. გილოცავ და გილოცავ და ძალიან გვიამაყება გოდერძი ეს ამბავი ჩვენ მინდა გითხრა.